მარიამ კურიერის პერიოდიდან მოყოლებული რამდენი ასეთი შეკრება გადაგიღია შენი და ბატონი ლევან მურუსიძის გასაუბრება ლექსები სადღეგრძელოები რა აღარ მოგვისმენია თუმცა დღეს სანქციებმა და სადამსჯელო დაფაზე გამოკრამ აი ეს ადამიანები ისე დათრგუნა ისე ჩაკეტა რომ დღეს ჟურნალისტები კითხვების დასასმელადაც კი არ შეუშვეს ასეთი მართლა არ მახსოვს რომ მომხდარიყო ოდესმე. კი, გეთანხმებით წლების განმავლობაში ჩვენ ამ კონფერენციებს ვაშუქებდით და კადრებიც იგივე მიხეილ ჩინჩალაძის კადრი ის ვიცით რომ პროცესებს არ ატარებს და გონია ერთადერთი კადრი არსებობს რომელიც ჩვენ კურიერში მუშაობის დროს გადავიღეთ. სწორედ ასეთ მოსამართლეთა კონფერენციებზე ის ხდომათა დარბაზში არ შედის და კონფერენციაზე იყო ერთ წელს მახსოვს, მაგრამ წელს გონი არ მისულა, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა ლევან მურუსიძემ უფლება რომ დღეს შესულიყო აი ამ დარბაზში სადაც მოსამართლეები 200-ზე მეტი მოსამართლე მიიყვანეს მხოლოდ იმიტომ რომ ხელი აეწიათ ფორმალურად და შემდეგ გამოუშვა. ვინმეს განსხვავებული აზრი რომ ქონოდა ეს იქნებოდა ნამდვილი გასაოცარი ამბავი თუმცა ასეთი აზრი ჩვენ გარეთ ასეთი ხმა არ გამოსულა. და ეგეთი მოსამართლე იმ შენობაში დღეს ვერ შევიდოდა ისედაც და არ მიიწვევდნენ ამ კონფერენციაზე შესაბამისად ხელის ასაწევად გამოძახებული მოსამართლეების აი იქ მისვლა იყო მართლა ძალიან უხერხული სანახავი პირადად ჩემთვის იმიტომ რომ როდესაც შემოდიოდა ჯერ შესვლაზე შეგვიქმნეს მე და ჩემს ოპერატორს დიდი პრობლემა საერთოდ ეზოში შემდეგ უკვე კართან ცენტრალურ კართან საიდანაც მოსამართლეები შედიან ხოლმე მოდიოდა ავტომობილი ხედავდა მოსამართლე და ის გადადიოდა სხვა მხარეს სხვა შორის სარდაფის ასასვლელიდანაც კი შეყავდათ მოსამართლეები ჩვენ გვახსოვს რესტორნის კეიფის მომენტში მაშინ რესტორნის კეიფი როდესაც იყო რესტორანში როდესაც აღნიშნავდნენ მაშინაც უკანაკარიდან მზარეულების სათადარი გვაი ხილბოსტანის საიდანაც შექონდა იქიდან შედიოდნენ მოსამართლეები ხო დღესაც ანალოგიური სურათი იყო პრაქტიკულად ნაწილი სარდაფიდან ნაწილი სამზარეულოს უჯრედიდან შედიოდა ვიღაცები ვინც გაბედეს და ავტომობილი გააჩერეს და ცენტრალური კარიდან შევიდნენ და ჩვენ მათთან ვცადეთ კითხვების დასმა ისინი უკვე მანდატურის სამსახურის კორდონით შეყავდათ. სხვა შორის საინტერესოა ის რომ მოსამართლეებს ვინც დღეს იქ მოვიდა ესმოდა შეძახილები რომ ისინი არიან მონები, მაგრამ ნაწილს პროტესტის ხმას არ იმჩნევდა, ნაწილს ეთყობოდა უხერხულობა, მაგრამ ხო ისინი მაინც შევიდნენ რამდენიმე სინდისის პატიმრების მშობლები იდგნენ შენობასთან ჩვენ მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ ეთერში პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდით ამ პროცესს ისინი ეძახდნენ მათ მონებს და ითხოვდნენ სამართლიან გადაწყვეტილებებს რომელიც უნდა მიიღოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოსამართლემ. როდესაც შენ ეკითხებოდი ამ მოსამართლეებს მონას გეძახიან და რა დგიღივს ამ ყველაფრის კეთება რა პასუხი ჰქონდათ მათ? არაფერი, ხშირ შემთხვევაში არაფერი. ისინი იყვნენ სრულ მდუმარებაში. სხვა შორის ძალიან საინტერესოა ბატონ ლევან მურუსიძე ხო აი ამ სასამართლო სისტემაში ცნობილი ამბავია რომ საუკეთესო თამადაა და დღეს ამ ადამიანებს ის ხვდებოდა უკვე მისაღებში, ის ხვდებოდა, ესალმებოდა, ის უწევდა მასპინძლობას კი, ხვდებოდა სხვა შორის საინტერესოა ისიც რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაირკვა რომ პრესსამსახური აღარ ყავს და შესაბამისად ჟურნალისტების გადაადგილებაზეც დღეს ლევან მურუსიძე იღებდა როგორც ჩანს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მისი ბრძანებით შეიყვანეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და შემდეგ ინტერვიუც მას ასე სურდა მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მოусმინოთ ახლა ჩვენ ამ მცდელობებს და ჩვენს კითხვებს და რეაქციებს, რა რეაქციები აქვთ მოსამართლეებს, რომელთა კისერზეც 50-ზე მეტი სინდისის პატიმრის ციხეში გამოკეტვა. ბატონ ლევან, სხდომა რატომ დახურეთ ჟურნალისტებისთვის? ხო, როგორ ჩავიდეთ? ბატონი ლევანი დგას აქ, ისა 8 წლმოსილი მოსამართლე და კითხვები გვაქვს. ბატონო ლევან, სადღეგრძელოსაც არ გვეტყვით? ლექსი მაინც გითხარით, ბატონ ლევან. გამარჯობა, ქალბატონო, როგორ ხართ? გაიხარეთ. თქვენ არ ელოდებით სანქციებს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამო? დაგაჯილდოვებენ, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამო? მონას გეძახიან, გესმოდათ შეძახილები? უკაცრავად. უხერხულობა არ გექმნა. აი გესმით შეძახილები? საჩხერეს წარმოადგენთ, ხო? ანუ იმ დღეს კვერცხები დაგიშინეს, დღეს მონა გეძახეს და ხან რესტორანში დადიხართ კლანთან ერთად, ხან აი ამ ღონისძიებებს და უხერხულობა არ გექმნებათ, ბატონო ივანი. საჩხერელი ხართ.
არა, მე ჭიათურელი ვარ, ბატონო ივანე. მურუსიძეს დაუმტკიცეთ ერთგულება, უკვე როგორ ფიქრობთ? არის თქვენ ბევრი წელია ესწრებით ამ ღონისძიებას და რატომ არის წელს დახურული მედიისთვის? კი, მე მახსოვს თქვენ რომ აგირჩიეს და ქალბატონ თამარ, მაინტერესებს პირობასაც დებდით რომ საჯარო და გამჭირვა. ხო და აღარ ხართ ანუ რომ იყავით? რატომ დახურეთ ეს ხდომები, ქალბატონო ნინო? მედიას რატომ არ უშვებთ? ჩვენ უშვებთ ყველა. არ შემომიშვით, აბა თუ მიშვებთ, რატომ მართავთ დახურულ კარს მიღმა ამ ღონისძიებას? ისევ არ დაგაწინაურეს ბატონო. მართლა მაინტერესებს. ამდენი წელია უმტკიცებთ ერთგულებას და ვერ დაუმტკიცეთ მაინც. ანუ, მოდით, ხო გითხარით, არ ვაკეთებ კომენტარს. ანუ მონას რომ გეძახიან ბატონო მერაბ დისკომფორტი არ გაქვთ? ბატონო მერაბ დისკომფორტს არ გიქმნით მონას რომ გეძახიან? მოსამართლეებმა რაღაც გარდასახვა განიცადეს, იმიტომ რომ ვუყურებდით ახლა ჩვენ ბატონ მერაბ გაბინაშვილს, რომელიც მანამდე არასდროს არ ერიდებოდა ხოლმე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუნდაც გამოსულიყო და კომენტარი გაეკეთებინა. ჟურნალისტების კითხვებს ყველაზე კრიტიკული კითხვებისთვისაც ეპასუხა. მაგალითად ბატონი თევზაძე მოსამართლე, რომელიც მზად იყო დამოუკიდებელი ინტერვიუს კი მიეცა ჟურნალისტებისთვის. დღეს რა ხდებოდა მარიამ, იმიტომ რომ როდესაც ვნახე რომ ბატონი თევზაძეც კი გარბოდა, ნუ ეს უკვე რაღაც სხვას ნიშნავს. თევზაძე არ გარბოდა. ის საევაკუაციო დერეფანს აწყობდა თავის საკუთარი თავისთვის. შეიძლება ანუ რას ნიშნავს საევაკუაციო? ბატონმა ლევან თევზაძემ უდიდესი ჯილდო მიიღო ბატონი მურუსიძისგან, ის იუსტიციის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა და ეს პატარა თანამდებობა არ არის. და სანქციებს გადაურჩა. ნოდარ, ჯერჯერობით. ხო, სხვა შორის მე მას ვკითხე დღეს როგორ გადაურჩა. სანქციებს სხვა შორის დღეს მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აი ამ მოსამართლეთა საიდუმლო შეხვედრაზე, შეიძლება ითქვას, ის უსაფრთხო ჩვენგან ცდილობდა თავის დაღწევას და ათავისუფლებდა ავტოსადგომს ავტომობილებისგან, რომ გაპარულიყო მშვიდად, მაგრამ ჩვენ ის მაინც გადავიღეთ, რა თქმა უნდა, კითხვები დავუსვით და საბოლოოდ დატოვა ტერიტორია, ისე რომ არც ერთ კითხვაზე არ გვიპასუხა. მარიამ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის იმ კომენტარში, რომელიც თავად მისცეს საზოგადოებრივმა უწყებელს და გაავრცელებინეს. იქ ლაპარაკი არის, მაგალითად ბატონი გრიტიშვილის და მურუსიძეც საუბრობენ, რომ როგორი უსამართლობაა, როდესაც სანქციები ვრცელდება მათ შორის ოჯახის წევრებზეცო. ანუ როგორ ჩანს ეს მასშტაბური სანქციები, ჯერ ამერიკული და ახლა ევროკავშირის უკვე მინიმუმ 7 ქვეყნის, მათთვის ანგარიშების გათიშვა, მათი ოჯახის წევრების გამადიდებელი ქუშუშით კონტროლი, იმიტომ რომ ისინი არ დაეხმარონ სანქციების არიდებაში, გარკვეულწილად მოსამართლეებისთვის სერიოზულ თავისტკივილად განსაცდელად იქცა. კი, რა თქმა უნდა და ეს დღეს ეტყობოდა ბატონ დიმიტრი გრიტიშვილს, სხვა შორის რომელიც ყოველთვის აკეთებდა ხოლმე მედიასთან კომენტარს, დღეს მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საერთოდ ვერ დამალა ის, რომ ძალიან არ მოსწონს და არის უდიდესი დისკომფორტი, როგორც მათთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის ეს დაწესებული სანქციები. შესაბამისად ის, რომ არ მუშაობს მათზე და გავლენას არ ახდენს, დღეს მისივე კომენტარით დადასტურდა, რომ ამ სანქციებს აქვს ეფექტი და გავლენა მათზე. სანქციები არის ბერკეტი, რომელიც რეალურად ანგრევს ამ სისტემას და თუ მანამდე იყვნენ მაგალითად ძალიან დიდი ბატონი ლევან მურუსიძე იყო ცნობილი ლექსებით გამორჩეული ადამიანი, რომელიც ბოლო კეიფის დროს ვერ მომერევიანო ამბობდა ამ ყველაფერზე. ახლა უკვე აღარც ეს განწყობა აქვთ და აღარც ამ ყველაფრის მტკიცების უნარი და საშუალება, რაც ჩვენ ნახეთ, შეგვიძლია მოусმინოთ ინტერვიუების კიდევ ერთ ნაწილს. მონას გეძახიან, გესმით? იძახონ რამდენიც უნდა. ანუ არ ფიქრობთ, რომ რატომ იმსახურებთ ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო? სანქციებს არ ელოდებით ბატონო ბადრი? მონას რომ გეძახიან, გესმით? თქვენ მოისმინეთ, მე არ მე არ თქვენ გეძახიან და მე როგორ მოვისმინო უკაცრავად. დაზუსტეთ ადრესატი. ანუ ადრესატი არა, კი, ეძახიან ამ ღონისძიების დამსწრეებს და თქვენ ესწრებით ამ ღონისძიებას. აცვის გარეშე ხომ შეგიძლიათ გადაადგილოთ? პრობლემა არა მაქვს, მე არანაირი. მით უმეტეს, რამდენიმე გარეშე დავდივა, რაც მოსამართლება, ასე რომ პრობლემას არ მიქნის ეს. დღეს რა ღონისძიებაზე მოდით ის ღონისძიება კონფერენცია. ანუ მონას შეძახილებით შემოგაცილეს და ბატონო, ის მონა შეძახილი მე მისმის ყოველდღე ტელევიზიიდან და ტელევიზიიდან არ ეხაც გავიგებ, მაგრამ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. ქვენ ჩემ გადაადგილების უფლება
გუდავთ და ჩვენ იმიტომ ვერ გადაადგილდებით დაცვის გარეშე ქალბატონო ნატა თქვენი პროვოკაციული კითხები ჩემს აი როგორ ერთგულება არაერთხელ დაუმტკიცეთ ამ კლანს ქალბატონო ნატა ის სამსახურებაში ხართ კლანის საქმის ერთგული ანუ ერთგული ხარ თუ მორუსიძის ერთგული ხარ ქალბატონო მონას რომ გეძახიან დისკომფორტი არ გაქვს თქვენ არ გაქვთ დისკომფორტი მონას რო ეძახით მოსამართლეს მე გეძახით მონას ხო თქვენ მეძახით მე არა მოქალაქეებმა შემოგაცილეს და რატომ როგორ ფიქრობ მე არ ვიცი რატომ არის სანქცირებული ქალბატონო არ არის კლანის სანქცირებული გამატარეთ თუ შეიძლება არ არის სანქცირებული შეიძლება გამატარეთ თქვენი უფროსი მურუსიძე რომ სანქცირებულია და რა ვიცი სხვა რეალობაში ცხოვრობ კი სხვა რეალობაში ქართული ოცნების რეალობაში ცხოვრობთ დამოუკიდებელი მოსამართლე უსაფრთხო დერეფნით არ გამოგიყვანეს ბატონ ლევან თევზაძე ანუ იმდენჯერაც გაივლით ქალბატონო იმიტომ რომ მონას გეძახიან მდი არა შენობით ნუ მესაუბრებით ქალბატონო არ შეიძლება არა ეთიკურია და ეს ეთიკურია ხა პირში რომ მიდე მიკროფონი პირში არაფერს არ გიგებს გაწიეხე შენობით რატომ მესაუბრებით უზრდელობაა ქალბატონო ბატონო ლევან უნდა გაიპაროთ მოდი ხართ ბატონ ლევან ანუ მოძრაობას აწესრიგებთ ეს ავტოსადგომის დირექტორი როდის გახდით ბატონო გერონტი ბატონი ლევანი ამ ავტოსადგომის დირექტორი გახდა მოძრაობას აწესრიგებს და აპელაციაში ხო არის ისე? ფეს აიდენიც ჩემი სახელი. ანუ აწესრიგებს აქ მოძრაობას ბატონ ლევან თევზაძე. მანქანები და იმედი. ხო და სტაფი აღარ ყავს სასამართლოს მოსამართლეები აწესრიგებთ უკვე ამ ამბავს? თქვენთვის გაიკეთეთ დერეფანი ბატონო ლევან. თქვენთვის გაიკეთეთ დერეფანი? მურუსიძესთან ისევ ძმაკაცობთ, მაგრამ ეს ავტოსადგომის დირექტორი როდის გახდით? რატომ არ გადმოდიხართ ავტომობილიდან? თქვენ რატომ არ მოხვდით დასანქცირებულების სიაში? ხომ არ გადაგიბირათ Deep State-მა?